ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიუხედავად წვიმისა აქ მაინც არის ხალხი აქ რჩება, ასევე აქ არის გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია, რომელთანაც არიან შეკრებილები ხალხი, რომელიც მას ამხნევებს და ისინი აპროტესტებენ გიორგი მინდაძის 5 წლიან პატიმრობაში გაშვებას, ამ გადაწყვეტილებას დღეს დიდი ემოციები მოჰყვა, ძალიან უარყოფითი ემოციები. თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო მცირე დაპირისპირებაც და შემდგომ ხალხმა უკვე რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლა. გეტყვით იმას, რომ დღეს აქ მსვლელობით მოვიდნენ მთის თემის წარმომადგენლები მთა თავისუფლებისთვის, სწორედ ასე ერქვა მარშს, რომელიც 5 საათზე დაიწყო ფილარმონიიდან და სწორედ აქ მოვიდნენ პარლამენტის მიმდებარედ და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თითოეული პროფესიის წარმომადგენელმა უნდა დააფიქსიროს თავისი პროტესტი და ისინი ამბობენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას, ისინი პროტესტს გამოხატავენ ასევე გიორგი მინდაძის პატიმრობის შესახებაც. კადრში შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ შეკრებილი არის ხალხი, რომელიც ამ პროტესტს უერთდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ წვიმა არის, მიუხედავად ამისა, ისინი აქ რჩებიან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაც გადაკეტილია და შესაბამისად აქციის მონაწილეები აქ რჩებიან. დღეს ასევე მთის თემის წარმომადგენლებმა სიტყვაც თქვეს, თავისი სიტყვა და ჩვენ შეგვიძლია, რომ დღეს აქ აქციაზე გაკეთებული კომენტარები მოვისმინოთ. დღევანდელი რეჟიმის არჩეული ავტოკრატიული კურსი ეწინააღმდება ქართველი ხალხის ნებას, აღწევს განვითარებას და საფრთხეს უქმნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. როცა ერი არ არის თავისუფალი, ვეღარც მისი მთა იქნება თავისუფალი. მთის განვითარება განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებად და ამ გზაზე ბევრი წარმატება და გამოწვევაა. ჩვენი მთავარი ამოცანა შევინარჩუნოთ განვითარების კონსტიტუციური პრიორიტეტები და თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ვუპირისპირდებით ამ გზიდან გადახვევის ნებისმიერ მცდელობას, გავაძლიერებთ მშვიდობიან პროტესტს და უზრუნველყოთ საზოგადოების ინფორმირებას. ჩვენი ვიზანია დავეხმაროთ საქართველოს გამოვიდეს ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისიდან და დაუბრუნდეს ისტორიულ არჩევანს. ჩვენ ვართ მთის ხალხი, ჩვენ გვიყვარს მთა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ ისე გვიყვარს ეს ქვეყანა, რომ მზად ვართ თავის შევწიროთ. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაფრთხილდეს. მიზანი რეჟიმის არის ხალხის დაშინება, დაჩაგვრა. დღესაც უყურეთ სასამართლოზე რაც მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მანამდე იყო, აუცილებლად ხალხმა გაიღვიძოს მსგავსი მარშები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი გაკეთდეს, რაღაცნაირად გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ იმ უსამართლობისკენ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და ერთად დავიხსნათ ჩვენი ტყვეები და პოლიტპატიმრები. პროტესტი რუსთაველის გამზირზე უკვე 200 დღეზე მეტია, რაც გრძელდება და ახლაც გიორგი მინდაძის დედას სოლიდარობას უცხადებს აქ მოსული ხალხი. ისინი აპროტესტებენ როგორც გიორგი მინდაძის პატიმრობას, ასევე იმ კანონებს და იმ ცვლილებებს, რაც ბოლო დროს ქართულმა ოცნებამ მიიღო და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ გააგრძელებენ ბრძოლას იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ.